საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, 4 შაბათი დღეა, ნამდვილად 4 შაბათი ის დღეა, როდესაც თქვენ FM 105-სა და 9-ზე ყველანი გაფაციცებით ელოდებით ხოლმე ვინ იქნება ჩემი სტუმარი და არტისტულ 4 შაბათს ელოდებით ყოველ 4 შაბათს. დღეს ნამდვილად არ არის გამონაკლისი 4 შაბათი დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ არტისტული 4 შაბათი სალომე ბაკურაძესთან ერთად უკვე დაიწყო და ჩემი დღევანდელი სტუმარია ნამდვილად ძალიან ნიჭიერი გოგო. ნამდვილად ძალიან საყვარელი გოგო. ადამიანი, რომელიც ფუსფუსებს თავის კარიერას, ესე ყოველ აგურს დღითი დღე ამატებს, არის ძალიან ნიჭიერი და ჩემი დღევანდელი სტუმარი მარიამ მამისმედიშვილი, რომელიც უკვე ჩემ სტუდიაშია და ყველა ვინც ახლა Facebook Live-ის საშუალებით თვალს გვადევნებთ, ხედავთ კიდეც რომ ჩემთან ერთად სტუმრად უკვე სტუდიაში, ხოლო ვინც რადიო საშუალებით გვისმენთ, რადიო მიმღების საშუალებით გადაადგილდებით, სადმე პირველ რიგში გისურვებთ კარგ მგზავრობას და გეტყვით იმას, რომ მარიამთან ერთად დღევანდელ დღეს გავატარებ ბევრი საინტერესო სიახლეში ვგულისხმობ რა თქმა უნდა სიმღერის პრემიერას, რომელიც ასევე FM 105-სა და 9-ზე ჩემი გადაცემის ფარგლებში აუცილებლად გაჟღერდება და ვისაუბრებ მარიამის შემოქმედებაზე, საიდან იწყება, როგორ გრძელდება და ყველაფერი ის, რაც მეც ძალიან მაინტერესებს და თქვენთან ერთად გავატარებთ დღევანდელ საღამოს. მარიამ, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, შენ? მეც ძალიან მიხარია რომ შენთან ვარ და პრემიერა მაქვს შენთან. სიმღერის პრემიერები შენს მსმენელს. მიყვარს, როდესაც ჩემს ეთერში ინახავენ და აქ მოაქვთ ხოლმე პრემიერები. რადგანაც რაღაც სხვანაირი შეგრძნებით ვარ. პატივია ეს ერთგვარი, რომ ამ სიმღერაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად და გადაცემის დასაწყისში ჟღერდა შენი სიმღერა, ერთ-ერთი ნამუშევარი, თუმცა პრემიერა გადაცემის ამ ბლოკის ბოლოსთვის მოვიტოვეთ და სიმღერაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ბევრს თუ ისი სიმღერაა, ვის საერთოდ ასრულებ, როგორ ჩაიწერა და ასე შემდეგ. იქამდე გაცილებით ადრე მეორად შორს უნდა გადავახვიოთ და უნდა გკითხო შენი ბავშვობის შესახებ. და იმის შესახებ თუ საიდან იწყებს მარიამი სტარტს, ვინ აღმოაჩინა შენში ნიჭი და რა ადგილი უჭირავს სიმღერას შენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ გაქვს სხვა პროფესიაც, ყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, ხარ დაკავებული და მიუხედავად ამ ყველაფრისა ნაბიჯ მიუყვები შენს კარიერას იმისთვის, რომ განავითარო და შენ არ ხარ ის შემსრულებელი, რომელიც ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ აი კონკურსებით, ასე ვთქვათ, მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც შენ კონკურსებზე გადიოდი და ძალიან გულშემატკივრობდით მეც და მთელი ასე ვთქვათ, ეს მაინც არის ერთგვარი მოკლე გზა იმისა, რომ კარიერა თუმცა ძალიან ვერ ვიტყოდი, ძალიან შრომატევად იქცა. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნერვების მხრივ, ისე დროის მხრივ, ისე ძალის ხმება გჭირდება ძალიან რთული. რა გზა შენ გაიარე, ის გზა არის ძალიან რთული. თუმცა ერთგვარი მაინც ცნობადობის კუთხით არის ერთგვარი რაღაც მომენტში დიახ, უფრო მარტივი გზა იმისთვის, რომ უფრო ფართო აუდიტორიას ამიტომ ხაზგასმით გავუსვი, რომ შენ კარიერას რაღაცნაირად ნაბიჯ აგურ მიუყვები და ამაში გიდგას შენი ოჯახი გვერდით, შენი სამეგობრო და თავად შენ უდგახარ შენს თავს ამაყად მიუძღვები. ყველაზე ძალიან ვუდგავარ მე ჩემს თავს გვერდში. რომ მე პატარა მარიამს შევპირდი, რომ აი მითხარი ყველაფერი და იქნებოდა ვარსკვლავი. მართლა ხო? როდიდან იწყება ეს? რა ასაკიდან იცით რა უფრო გენეტიკური, იმიტომ რომ მამა მღეროდა ფანტასტიურად, იყო მსახიობი პროფესიით. თუმცა ძალიან ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და ვერ მოახერხა კარგად რეალიზება თავისი ნიჭის და მეც რა თქმა უნდა პატარა ვიყავი, 8 წლის ვიყავი. როდესაც მამა გარდაიცვალა და მე მაშინ მივეცი მას პირობა, რომ აი ის რაც მან ვერ მოასწრო და ვერ შეძლო აუცილებლად გავაკეთებდი მე. მე მახსოვს, აი ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით 6 წლის. სრულიად შემთხვევით მოვდიოდი სკოლიდან და ვიღაც კაცმა მღეროდი და მოусმინა ჩემს ხმას. და მახსოვს სახლში მოვიდა ჩვენთან და ჩემს ცნობი ადამიანი იყო, სრულიად ცნობი ადამიანი, როგორც აღმოჩნდა შემდგომ ეს ადამიანი იყო მუსიკოსი
და ჩემს ოჯახის წევრებს სერიოზულად ეჩხუბა, რომ აი ეს ბავშვი რატო არ დადის სიმღერაზე. რომ მიექცეთ ყურადღება, უფრო სერიოზულად. თავიდან გამომკითხა, რომ დავდიოდი თუ არა ვოკალზე და ასე შემდეგ და რომ უთხარი არა, ძალიან გაბრაზდა, იმიტომ რომ მე მგონია რომ რაღაცნაირად მამა ჩემი მიცავდა აი ამ პროფესიის არჩევისგან, იმიტომ რომ მიცოდა რამდენად რთულია ეს გზა და რამდენი იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული, რამდენი ბრძოლა გჭირდება, რამდენი ძალისხმევა გჭირდება და მგონია რომ სხვა პროფესია უნდა და ჩემთვის და რაღაც აი ამ კუთხით მიცავდა და ამიტომ არ დავყავდი მუსიკალურ წრეებს. შეიძლება პრინციპში ეს ვეგულისხმოთ, რომ ცოტა ადრეც იყო ყველა არ იწყებს 5 წლიდან დაუშვათ. შემდგომ მახსოვს რომ აი ამ ადამიანთან ვემზადებოდი ხოლმე. მართლა დადია. ჩუმად ჩემით. რას ამბობ, როგორ მოხდა ეგ ყველაფერი? ესე იგი, ამ ადამიანმა კაცი იყო თუ მოხუცი კაცი იყო? საკოპანი კაცი, რომელიც ბავშვებს ამზადებდა. და ჩემი სკოლის გვერდზე იყო ეს დაწესებულება, სადაც ამზადებდა და ერთ დღეს მიმიწვია და შენ სკოლის შემდეგ სკოლის შემდეგ ესე ჩუმად შევცუნცულდებოდი ხოლმე და ვემზადებოდი და მახსოვს ძალიან პატი 3 წლის ვიყავი 4 წლის ave marias უმღეროდი ხოლმე ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა და აი წარმოვიდგენდი რომ ძალიან დიდი აუდიტორია იჯდა ჩემს წინაშე და ეს თვალებს ხუჭავდი და უკვე მესმოდა აპლოდისმენტები ეს უკვე ნეტა შენი მოყოლი რამდენჯერმე რომ იმეორებ ადამიანი იქედან გახსოვს თუ ეს შეგრძნების დონეზე გახსოვს ეს პატარა შეგრძნების დონეზე მახსოვს 3-4 წლის რომ ვიყავი აი ესე თვალებს ხუჭავდი და ისიც მახსოვს კონცერტებს რომ მართავდი ხოლმე. აი როგორ უბნის კონცერტები. ასე დაიწყო ეს ყველაფერი, ხო? და ესე ხალხს ვაჩერებდი. ეხლა მე აღარ მახსოვს სხვათა შორის რამოდენიმე შორეულმა მეგობარმა გამახსენა რომ შენო გახსოვსო ხალხს აჩერებდიო ქუჩაში და დამიმახსოვრეთ მე მარიამი ვარ მამის მეძიშვილი და მე აუცილებლად ვარსკვლავი გავხდი. მიზან დასახულობა რა მაგარი. დაახლოებით აი 6-7 წლის ასაკში ვიყავი ეს ხალხს ვაჩერებდი და დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი ისე კაფიოდ მქონდა გადაწყვეტილი რომ მარიამ აი რატო დაუშვათ რატო აუარი ასე ვთქვათ გზა კონკურსებს ეს შენი მოწოდება არ იყო უბრალოდ საჭირო მომენტში არ აღმოჩდი იმ დროს რაღაცა თვითონ აგიარა გვერდი ამ კონკურსებმა თუ უბრალოდ თვლი რომ არ არის ეს ის გზა რომელიც შენ უნდა გაგეულო მე მაქვს ან გამოცდილება მაქვს ოღონდ საზღვარგარეთ მოლდოვაში, ბულგარეთში და სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონკურსებში, ოღონდ ჯუნიორებში, იმიტომ რომ მაშინ პატარა ვიყავი და სხვათა შორის ძალიან ბევრი გრან-პრიც მაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი, ოღონდ ჩემი მქონდა განაცხადი 13 წლის ასაკში, შემდგომ კასტინგზე ესე იგი პრომოუტერული ნიჭია კი, აი, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვაკეთებდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მინდოდა რომ რაღაცა სხვა ქვეყანაში ძალიან პატარა ვიყავი იმ პერიოდში, მაგრამ რა თქმა უნდა მარტო არ მიგიწვდებოდა და ვისთან ერთადაც გადავადგილდებოდი სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ აი რაც შეეხებოდა შემოქმედებით კუთხეს, განაცხადის შეტანას, მოძიებას კონკურსების და ასე შემდეგ, ჩაცმულობა, იმიჯი, ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული რეპერტუარის არჩევა რას გავიტანდი. ხო, ეს მინდოდა მეკითხა რეპერტუარსაც შენით არჩევდი. ხო, ძირითადად აი ცდილობდი რომ ჰადსონის სიმღერები შემესრულებინა, მაშინ ძალიან აქტუალური იყო და ის საკონკურსო ხო უნდა ეფექტი მოახდინო იმ 2 წუთში თუ რაღაცაში. მან გრან-პრის გარშე არც ერთხელ არ დაუბრუნებულ ვარ. ესე იგი გამოცდილება საქართველოში არ მაქვს გამოცდილება. და რატო ეს შენი რაღაცა ის არის? ხო, რაღაცა იმდენი ჩემი მეგობარი გავიდა. იმედგაცრუება. იმ პერიოდში ვისთანაც მეგობრობდი და ჩვენ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, იმიტომ რომ ერთი თაობა ვიყავით და მღეროდით და ერთად მოვდიოდით. იმდენად დიდი ტრავმები დარჩათ შემდგომ ამ ბავშვებს, რომ რაღაცნაირად არ მინდოდა ისედაც მამის გარდაცვალებამ ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა და ძალიან იმოქმედა ჩემზე და სრულიად ოჯახზე ყველაფერმა ხო გარდა ამისა იყო სხვადასხვა ისეთი პრობლემები. არ მინდოდა რომ კიდევ ერთი სტრესი იმეყო. შენი თავი დაზოგე. ჩემი თავი დავის. ანუ გავუფრთხილდი ჩემს თავს. თუმცა რთულია რომ პრინციპში ამ ცდუნებას რაღაცნაირად გაუძლო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არის
აუცილებლად თუ ამ კუთხით შეხედავ, ეს არის უდიდესი გამოცდილება. ეს არის გუნდი, რომელიც მუშაობს შენზე კიდევ უფრო სწორ მიმართულებას გაძლევს და პრინციპში ამ სატელევიზიო პროექტებში ყველა ზრუნავს იმაზე, რომ შენი მაქსიმუმი წარმოაჩინო. აქ სხვა ფაქტორია ის, რომ რამდენად გიმართლებს, არ გიმართლებს, რამდენად ხარ შენ ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერს ალბათ მე მაინც ვიტყოდი, რომ მაინც შიშმა მაჯობა. შენი დავით ასაკი. ხო, მე ხა იმ პატარა თაობის მომღერლებს თუ ხა უსმენენ ამ გადაცემას და დარწმუნებული ვარ მე რომ პატარა ვიყავი და მომღერლოდი ყველა მუსიკალურ გადაცემას უსმენდი და თუ სადმე ვინმე მომღერალი რამე რჩევას იძლეოდა, აი ძალიან გულდასმით უსმენდი ხოლმე. მაინც ვურჩევდი რომ შიში დატოვონ უკან და უფრო მიიღონ ეს გამოწვევა და გამოცდილება. გამბედავები იყვნენ და თუ არ სადე ვერც მიხვდები ვერასოდეს რა შეიძლება მომხდარიყო. აი მე რომ მეცადა შესაძლოა დღეს რაღაცები სხვანაირად ყოფილიყო. გასაგებია. ამიტომ თან ძალიან ჯიუტი ბავშვიც ვიყავი, არ არის მარტივი, არ მაქვს მარტივი ხასიათი. ამიტომ მე ვფიქრობ, მგონია რომ ძალიან თავმოყვარე ადამიანი ვარ და რაღაცებს ისე ვერ მოვითმენდი, როგორც საჭირო იყო რომ მომეთმინა. ასე მგონია. თუ არსებობენ ადამიანები, ვინც შენ ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რაღაც შთაგონების წყარო ერთგვარი, ან ის ხელშემწყობი ადამიანები, ვინც ჩვენ ცხოვრებაში მე ზოგადად ძალიან მადლიერი ადამიანი ვარ და ჩემს ცხოვრებაში ბევრი ასეთი ადამიანი ყოფილა, ვინც საჭირო მომენტში დაუშვათ უბრალოდ გამამხნევა, გვერდით მიდგა, ხელი შემიწყო, თუ არ ვიცი, ბევრი რამე შემიძლია, ვთქვა, რჩევა დარიგება მომცა. ან კიდე პირიქით შეიძლება ეს ყოფილიყო ადამიანი, რომელმაც ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა შენზე და პირიქით რაღაცებზე უარი გათქმევინა. რა გამოცდილება გაქვს ამ კუთხით და შთაგონების წყაროზეც მინდა. უფრო განზოგადებულად რომ თქვა და კონკრეტული ადამიანები არა, რა თქმა უნდა, პიროვნებებს არ გულისხმობ. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემთვის უთქვამთ, ისე შენ არასოდეს აღარ იმერო. აი რა პროფესიის ადამიანები? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არა ამ მუსიკოსი. შეფასების. რა თქმა უნდა, შურით, რა თქმა მიიღო ეს ყველა. რა თქმა უნდა, ყურადღება არ მიმიქცევია და მე ჩემს გზას აუცილებლად გავაგრძელებ ყოველთვის. ყოფილა ასევე ადამიანები ყოფილან, რომლებსაც ძალიან დიდი სტიმული მოუწიათ, კი. თუნდაც იმით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მუდმივად მეხმარება. მე ვთვლი, რომ ეხლა მე რომ შენთან ვარ და შენ რომ დამირეკე და მითხარი რომ უნდა გვეჭორავა, ესეც დახმარ. ყველა ნაბიჯს მე მივიჩნევ ყველა ადამიანისგან. შენი კარიერის თითო აგურად. აბა რა, აუცილებლად, თუნდაც პატარა წვრილმანი რომ გაუკეთო ადამიანს, ეს უკვე ძალიან დიდი დახმარება, იმიტომ რომ აი ამ პატარა წვრილმანებიდან შენდება მე ძალიან დიდი პირამიდა, ხო? რომ არა ეს პატარა წვრილმანები, რომ არა თითოეული გადაცემა, სადაც შემიძლია რომ მე ჩემი ხმა მივაწვინო მსმენელს, ჩემი სათქმელი მივაწვინო მსმენელს, რას ვგრძნობ, როგორ სიმღერა გააჟღერა, ნამუშევარი გააჟღერა. უნდა როგორ გავიარე ეს ეტაპი, ვინ ვარსარ, ვინ არის მარიამ მამის მეդიშვილი, სხვათა შორის დღემდე რამოდენიმე ადამიანი, რამოდენიმე კომენტარი წამაწყდა. ჩემი კლიპის პრეზენტაცია იყო ოპერისა და ბალეტის ერთ-ერთ დარბაზში. ჩემი და დათო ევგენიძის კლიპის პრეზენტაცია და ძალიან ბევრი სტუმარი იყო მოწვეული და ძალიან კარგი პრეზენტაცია გამოვიდა თავად დათოს სიმღერაზე და როდესაც ავტვირთე სოციალურ ქსელში, რამოდენიმე კომენტარი იყო, ვინ არის მარიამი და სიმართლე რომ გითხრა არ მწყინს. იმიტომ არ მწყინს, რომ პირიქით უფრო სტიმულს და мотивაციას მაძლევს, რომ აი თუნდაც შენნაირი კარგი ადამიანების მეშვეობით აი იმ ადამიანებს, ვინც აი ამას წერს, გავაგებინო, ვინ არის მარიამი, რომ მარიამი ძალიან კარგი გოგოა. ძალიან მონდომებული, ძალიან შრომის მოყვარე, მუსიკალური და ასე შემდეგ. ამიტომ თითოეული ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც ჩემს კარიერში პატარა აგური დადო. აი თუნდაც ძალიან პაწეწინა და აუცილებლად მოვა დრო და დარწმუნებული ვარ მე ამ ჯერ კიდე 3 წლიდან, რომ ძალიან დიდი მადლიერებით დავუბრუნებ ყველას თავის სიკვდილს. მარიამ, მაინტერესებს რას თვლი და რა გონია მომღერლის
მთავარ მოცემულობით რა უნდა გააჩნდეს მომღერალს იმისთვის რომ სცენაზე იდგეს. აქ ხო ბუნებრივი არ ვსაუბრობთ ახლა მუსიკალურ ნიჭზე, ეს თუ არ გაგაჩნია, მაშინ რაღაცა სხვა სფეროსკენ უნდა წახვიდე. მაგრამ აი კიდე რა თვისებებია ის, რომელსაც შენ ძალიან ღირსეულად მიიჩნევ, ან საჭიროდ იმისთვის, რომ იდგეს ადამიანი სცენაზე. მომღერალი. მე მგონია, რომ შრომის მოყვარეობა და დისციპლინა არის ის პირველი გასაღები წარმატებისკენ, რაც მომღერალს და ხელოვანს უნდა გააჩნდეს. არ უნდა იყოს ზარმაცი. ყველაფერი უნდა გააკეთოს თავის დროზე. ანუ ეს ის სფეროა, სადაც ყოველი საათი, ყოველი დღე, ყოველი წუთი არის გადამწყვეტიც რა. არ მიყვარს საქმის გადადება. აი ხომ არიან რომ იცი რა დღეს არა მოდი ერთი კვირის მერე ჩავწერ. იმდენად სწრაფად გადის დრო. აი მე ხვდები რომ რაღაც შეიძლებოდა უფრო მეტი გაგეკეთებინა, უფრო მეტი ჩაგეწერა, უფრო მეტი გემუშავა, დრო ფუჭად არ დაგეკარგა და აი დროის ფასი რომ იციან ადამიანებმა და სწორად იყენებენ და ჭკვიანურად, აი ჭკვიანი ადამიანი გიჟდები ჭკვიან ადამიანებს. გიჟდები ჭკვიან ხელოვანებზე და მყავს კიდეც რამოდენიმე ჩვენს სფეროში გამორჩეული ერთი ადამიანი ვის ჭკვიანში გულისხმობ აი როგორც ჭკვიანი, იმიტომ რომ როგორც ჭკვიანი მომღერალი შეიძლება იყო, აქ მუსიკალური ინტელექტს გულისხმობ და არის კიდე როცა დროის მენეჯმენტი, ყველაფერი სხვანაირად განვითარებული, სხვანაირად დროის მენეჯმენტი, ადამიანების სიკეთის დანახვა და დაფასება, ადამიანური თვისებები, რაც ძალიან დღესდღეობით რაღაცა ცოტა მოიკოჭლებს ეს თემა. შენთვის მომღერალი ფასდება პიროვნებით? ჩემთვის კი. ეს გარკვეულ წილად რაღაცა წილადაც, არა მხოლოდ საქართველოში. შეიძლება ვცდილობ რომ გაიგო იმ მომღერლების დაუშვათ ყველაფერი შინაგანი სამყარო ავტობიოგრაფიები ხო კი აბა საქცევ ყურადღებას მიყვარს აუცილებლად მის ავტობიოგრაფიას ვეცნობ. ჩემი შვილი არის ფეხბურთელი და მეკარე აბა როგორ სხვადასხვა სანტის და ლუკას ჰქონდათ ახლა ერთად კემპი და ფანტასტიკურად ჩაიარა ყველაფერი. ჩვენც კარგი პერიოდი გამოვიარეთ ერთად. და დღემდე აი თავის კუმირ ფეხბურთელებს, მეკარეებს ეძებს ვიკიპედიაში და კითხულობს ეცნობა მისი მათი დაბადების თარიღი, გარდაცვალების თარიღი, მათი მიღწევები და ასე შემდეგ. ანალოგიურად ვარ მეც პატარაობიდან ოღონდ მაინტერესებს როგორ მიაღწიეს და რა გზა გაიარეს. იმიტომ რომ რაღაც აი წეღან საუბრობდი შენ ვინ არისო შენთვისო კუმირი, ხო? ჩემთვის ესე კონკრეტული ადამიანი რო თქვა, კუმირია ჩემთვის და მან მომცა შთაგონება, მე შეიძლება თითოეული ერთი კონკრეტული მომღერლის აი ერთმა საქციელმა იმ ხელა შთაგონება მომცა, რომ არ დამნებებულიყა. ხო, კი, ეს ნამდვილად და ეს მართლა მნიშვნელოვანია. რომ არასდროს არ ყველაფერი გამოდის, როდესაც თუნდაც მიხურულ კარს გვერდს არაული და ბევრჯერ შეეცდები მის შეღებას. ან კიდე შენგრებას საბოლოო ჯამში. ამ დროს მე ყველაფერი გამოდის. მაინტერესებს როგორ არჩევ სიმღერას, როგორ ირჩევ პარტნიორს. შენი და გენიალური ბატონი დავით ევგენიძის ასე ვთქვათ თანამშრომლობა. როგორ დაიწყო, საიდან იწყება? ხო, ეს იყო შენი გადაწყვეტილება, შენ მიხვედი სიმღერის შეიძლება დასაწერად ან სათხოვნელად თუ როგორც არის. და რას ნიშნავს შენთვის სასცენო პარტნიორი? მაინტერესებს ეგ რაღაცა შენ თავს ეკუთვნი მხოლოდ როდესაც სცენაზე დგახარ და შენ ხარ პასუხისმგებელი შენს თავზე, თუ პირიქით იმედია ძალა, როდესაც გვერდით ყავს პარტნიორი, სასცენო პარტნიორი, აი ამაზეც მინდა რომ ელაპარაკო. აიც რა დათო ევგენიძე და დათოსთან ურთიერთობა ჩემი დაიწყო მეგობრობით. ჩემი და რომარ ცხილაძის კლიპის პრეზენტაცია გქონდა მასთან გადაცემაში და იქიდან გავიცან. შემდგომ შედგა ჩვენი შეხვედრა მეგობრული, დავმეგობრდით ძალიან და ერთ-ერთ
TST უბრალო მეგობრული საღამოს დროს, როდესაც მას მენინებდა თავის არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს და თუ არა მხოლოდ იმას ქმნის, რაც ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი, არამედ საოცარი ნაწარმოებები აქვს შექმნილი, რომელიც სამწუხაროდ ფართო საზოგადოებრივ მსმენელმა ჯერჯერობით არ იცის, მაგრამ აუცილებლად მოისმენს. და ერთ-ერთი ამ ნაწარმოებების მოსმენის დროს შემთხვევით ჩაირთო ჩვენი პირველი დუეტის იდეა, რისი პრემიერაც შედგა. მელოდია დავიჭირე იქვე და მე მახსოვს, რომ ისე ხო და თავიდან დათო მითხრა, რომ არ გინდაო გავადუეტოთო, ანუ ერთად რომ იმღეროთო და ოღონდ ერთი კვირა ჩვეულებრივად ჩაიარა იმ საღამოს შემდეგ არც მე შევხმიანები ვარ, არც ის შემომხმიანებია და რაღაცა ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ აი ამ მელოდიაზე ჩემი ხმა დამედო, ჩემთვის უბრალოდ ესე ოთახში, სახლში და გამეგზავნა დათოსთვის. ტექნიკურადაც აღჭურვილი ხარ და თანაც ფლობ. კი, ანუ რაღაცა გარკვეულ პროფესიონალურ დონეზე ვერა, მაგრამ რაღაც ჩემთვის. და რაღაც კომპიუტერის საშუალებით დავადე ხმა მელოდიას და გავუგზა. და მომდის პასუხი, რომ სიმღერა სტუდიურად უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. ზრად როგორ შეიძლება ხარ გაგიხარდეს ხო ერთად დავიწეროთ, როდესაც გთავაზობს რომ სტუდიურად ჩაწეროთ, იმიტომ რომ დათო ესე დუეტს არც თავის სიმღერებს იმეტებს და არ მით უმეტეს, კითხვა დასვი რომ აი რას ნიშნავს ჩემთვის მედუეტე. მე დუეტე ჩემთვის ნიშნავს ოჯახის წევრს. იმიტომ რომ საერთო სიმღერა ისეთი რამეა, რომ როგორც შვილს ფიქრობ რა იმ ურთიერთობას შემდგომ ესე უნდა გაუფრთხილდე. რა თქმა უნდა, ყველა მეგობრულ ურთიერთობას ისე უნდა გაუფრთხილდე, როგორც შვილს და სათულს, მაგრამ მით უმეტეს, როდესაც მეგობრობა ერთვის დუეტს თავს, აქ უკვე სხვა პასუხისმგებლობები გაქვს და შემდგომ ხო ჩავწერეთ ჩვენი პირველი დუეტი. რა კარგი. ფანტასტიკური ნამუშევარი გამოვიდა ულამაზესი კლიპით. რეჟისურა თავისი იყო სხვათა შორის. და მიშა მრევლიშვილმა იმუშავა მონტაჟზე და ძალიან ლამაზი ნამუშევარი გამოგვივიდა. შენ თვითონ თუ წერ სიმღერებს და ადრე მქონდა მცდელობა ადრე რაღაცეების, მაგრამ ეხლა იმდენად აღარ. რატო? ელოდები მუზას თუ თვლი რომ ეს სხვისი საკეთებელი საქმეა, ეს სხვისი საკეთებელი საქმე, მე ვარ შემსრულებელი. და ზოგადად მე ვთვლი რომ ყველა ის საქმე უნდა აკეთოს, რაშიც სამდვილად თავის პროფესიონალიზმ სამართლებს და სხვათა შორის არაჩვეულებრივად წერს სიმღერის ტექსტებს. ეხლა მუშაობ რამოდენიმე სიმღერაზე. აი შეკვეთით გულისხმობ თუ სამეგობროს თუ ჩემთვის ესე რაღაცა შეკვეთით? ხო, ანუ იქნება მეგობარმა დაგიკვეთა. აი მეგობარმა რომ თხოვოს შეიძლება დიდი სიხარულით. მართლა? კი, დავუწერო. ეხლა ვმუშაობ ქეთი გაფისიანის სიმღერაზე. არაჩვეულებრივი სიმღერა დამიწერა ქეთიმ და ძალიან გამიხარდა, როდესაც შემოვიდა ქეთისარი და მითხრა რომ ულამაზესი სიმღერა ქონდა ჩემთვის. მე ქეთის გავუგზავნე ჩემი ტექსტი. მოიცა ტექსტზე შექმნა სიმღერა? კი, ტექსტი დავწერე და აი ბექას დაჟინებული თხოვნით გავაგზავნე, იმიტომ რომ არ ვაგზავნიდი და მე მეგონა რომ იქნება არ მოეწონოს, აი არ მოეწონს, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, იმიტომ რომ სასიმღეროდ იშვიათად ჩემი ტექსტი თუ ანუ ჩემ სიმღერაში გამოვიყენო და მომწერა ქეთიმ რომ ეს სიმღერა უკვე ეს ლექსი უკვე მღერისო. ვაუ, რა კარგი შეფასება. და დაახლოებით 2 დღის განმავლობაში წერდა ამ სიმღერას და 2 დღის შემდგომ ჩამიგდო მელოდია და ისეთი ლამაზი მელოდია იყო და ამ ტექსტს ისე მოუხდა, რომ ითქოს ერთად დაიბადა. ეს იგი დამუშავების პროცესია. ეხლა დამუშავებს რომა გიორგაძე მუშაობს სიმღერის არანჟზე, ოქროს ბიჭი და ძალიან მალე იქნება ეს სიმღერა ძალიან მალე გამოვიდა. სიმღერა რომელიც დღეს დასაპრემიერებლად მოგვიტანე. და ძალიან დიდი მადლობა შენამდისთვის. ხო, ასევე მუშაობ რუსა მორჩილაძის ჩემი საყვარელი რუსას სიმღერაზე. აი ეს რუსამაც რაღაცა გამოაცხო ორიგინალი. აი რო დარეკა, მე უკვე ფეხსია, აი რო ზიხარ და ფეხსი ატკები და ისე რო ელაპარაკები. რაღაცა ეს მომენტი სიმღერა უკვე ტექსტი არანჟი უკვე მზადდება და ბორიკო შხიანი აკეთებს არანჟს. ჩვენი უნიჭიერესი ბიჭი ჩემი ძვირფასი მეგობარი ბიჭი
თავისი საქმის პროფესიონალი და საოცარი სიმღერა გამოვიდა. აუ რა კარგი, როგორ მაინტერესებს. სიმღერა არის რუსასგან სხვას არც ვართ მიჩვეული და პრინციპში. ძალიან გულით იმუშავა ამ სიმღერაზე და ისეთი აღფრთოვანებულები ვიყავით ორივე და დღემდე ისე ვიხარია და იმდენად ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით მე რომ აი ძალიან დიდი მადლობა სამყაროს პირველ რიგში რომ აი ამდენ სიკეთეს იმეტებს ჩემთვის და ნაბიჯ რაღაცა იმ წვერვალს ნელ-ნელა ვუახლოვდე. აუცილებლად სიმღერა მოვადექით პრემიერას რომელსაც ქვია სათხარ გეძებ. ვისია სიმღერა? ვის ეკუთვნის ტექსტი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ აგერ ტექსტებს აცხობ ისეც რომ ეს ისეთი კომპოზიტორები წერენ. ხო, რაღაცა ესე მაცხობ ცოტა მომყალინად ხამია რომ რაღაცა ძალიან ისე უბრალოდ ხო ხანდახან შეიძლება რაღაცა მეც დავწერო. ხო და გითხარი როგორ მოვიდა ამ სიმღერის ჩაწერის და შესრულების იდეა, სად შესრულდა და როდის? ეს სიმღერა ეკუთვნის დავით ევგენიძეს, სიმღერაც მისია და ტექსტიც მას ეკუთვნის, რა თქმა უნდა. ეს სიმღერა არის საერთოდ დაწერილი მაია ჯაბუასთვის, ქალბატონი მაიასთვის. თუმცა არაჩვეულებრივად ასრულებდა მაია ამ სიმღერას. თუმცა დათოს გადაწყვეტილებით და მისი თხოვნით მოხდა ისე რომ მე შევასრულე ეს სიმღერა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ეს სიმღერა შეიძლება რომ გქონდეს ჩვენ. თუმცა ესე ფართო მასშტაბით ესე არ გაჟღერებულა. ერთადერთხელ არის ეს სიმღერა შესრულებული გადაცემის მსვლელობის დროს უშუალოდ. ცოცხლად შესრულებული სიმღერა. რომლის სტუდიური ჩანაწერი უკვე ჩვენთან არის. შენი შესრულებით უკვე ჩვენთან არის და ელოდება მსმენელი ბატონმა თემურ ნიკოლაიშვილმა იმუშავა ამ სიმღერას. ამ არანჟი, სიმღერის არანჟი უკვე გაკეთებული იყო. ხო, უბრალოდ დაამასტერინგა, ჩავწერეთ არაჩვეულებრივად. ძალიან კარგი ადამიანია. ნამდვილად. და ხო, გამოვიდა ძალიან კარგი ნამუშევარი კიდევ ერთი. ახლა FM 129-ზე პრემიერის დროა მარიამ მამისმედიშვილი სიმღერით სათხარ გეძებ და ჩვენ ცოტა ხნიანი სარეკლამო წრის შემდეგ ისევ დავბრუნდებით და მარიამთან კიდევ გვექნება სასაუბრად დრო. თუმცა ახლა აუცილებლად უნდა მობილიზდეთ იმისთვის, რომ სიმღერის პრემიერა მოისმინოთ რადიო იმედის ეთერში. გიბრუნდებით ძვირფასებო არტისტული 4 შაბათი FM 129-ზე გრძელდება. ჩემი დღევანდელი სტუმარი არაერთხელ ვახსენე მოფუსფუსე და ნიჭიერი მარიამ მამისმედიშვილია, რომელთან ერთადაც მის განვლილ კარიერულ წინსვლებზე და პერიპეტიებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა და ახალი სიმღერაც დავაპრემიერეთ. თუ ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით რომ ძალიან ბევრი დაკარგეთ. თუმცა გაგვთ შანსი რომ გადაცემის ბოლომდე დარჩეთ ჩვენთან ერთად და გავიგოთ მარიამის სამომავლო გეგმების შესახებ. იმ გულშემატკივრების შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაში არიან, ხელს უწყობენ, დგანან, სამუშაოში ეხმარებიან და ვინ არიან ეს ადამიანები, მარიამ და რა ხდება ამ კუთხით? მარტო იბრძვი თუ ყავს გვერდით? მე კი ვიცი რომ ყავს გვერდით, მაგრამ შენგან მინდა ამის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ცხოვრების მეგზური, სანამ ახლად მეგზურს გავიცნობდი, იყო ჩემი ბები. ბებია იყო ის, ვინც აი ბავშვი მუსიკაზე ამისაყვანი, ბავშვ კონცერტია, რომელიც ყველგან დავყავ. მართლა, ხო? აი ესე დაღლილი. ძალიან რთული სამსახურიდან მოსული. მარტო ხელა ქალი, რომელსაც მეუღლე ძალიან ადრე ასაკში გამოეცალა ხელიდან, სრულიად მარტო დარჩა. გამზარდა. არ არის მარტივი უმამოდ დარჩენილი ბავშვის გოგოს გაზრდა. ძალიან რთული. ის მატარებდა მუსიკაზე, ის ყველაფერი ის იყო. ის და დედაჩემი. მაგრამ უფრო მეტად ბებიას აქვს ჩემს. ამაგი ჩემს კარიერას. ეს კარიერული ამბავი ქონდა გადაბარებული? ხო, გადაბარებული, არა მხოლოდ კარიერული ამბავი, მაგრამ ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. ჩემი ძალიან დაღლილი მომყვებოდა სიმღერაზე, მიწყობდა ხელს, სხვადასხვა კონკურსებზე მომყვებოდა და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მას.
და კიდევ ძალიან ბევრჯერ გადავუხდი მას ძალიან დიდ მადლობას კიდევ უფრო სხვანაირად რომ ესეთი ახლა რა რეაქცია აქვს როდესაც ხედავს მართლა ყველა ჯერზე რაღაცა ყოველ ჯერზე როდესაც ჩემზე კარგი იწერება ტირის და როდესაც რაღაც ცოტა ისეც მოკრავს ნეგატიურს ძალიან ნერვიობს განსაკუთრებით სენსიტიური ამისთვის ჩემზე თავისთავად ხო რაც ეხება ეხლანდელ პროდიუსერს მეგობარს ოჯახის წევრს ყველაფერს ბექა ხალათაშვილს ბექა არის ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი შენი მეუღლე კი ჩემი მეუღლე არის ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი ძალიან კეთილი ადამიანია ძალიან მეგობრული ადამიანია და ეს არის ადამიანი რომელსაც აუცილებლად უნდა დაუფასო და დაუნახო მისი სიკეთე ამაგი და გვერდში დგომა ადამიანმა არა მხოლოდ მე მისმა მეგობრებმა ახლობლებმა იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი ვისთვისაც ბექას არ აქვს ამაგი ძალიან ძლიერი პიროვნება აბსოლუტურად ყველა უმადურ პასუხს ითმეს აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ისე როგორც ჰალკი ვერ მოითმენდა კინის ადამიანი აბსოლუტურად ცივილური გონებით გრძნობებს თიშავს და ცდილობს რომ მაინც კეთილგანწყობილი იყოს ყველასადმი ადამიანობა შეინარჩუნოს მიუხედავად იმ რთული პერიოდებისა რაც ჰქონდა მას და ყველაზე მეტად მაშინ გამოჩნდა ბექა როგორი ადამიანი და მე ვფიქრობ რომ გარკვეულწილად მეც კარგად ზემოქმედებ მას აბსოლუტურად გეთანხმები და ძალიან რაღაცა ერთად კარგი გუნდი ხო ერთად ვცდილობთ ხოლმე რომ მეგობრების მეშვეობით ახლობლების ოჯახის წევრების და ასე შემდგომ გავუმკლავდეთ ყველაფერს ერთად და ძალიან ერთი სიტყვით ძალიან კარგი ბიჭია რაც თავარია თავის საქმის პროფესიონალია და გადასარევი კონცერტების ორგანიზატორია და დამეთანხმები და ჩემზე წინ შენიშნავდი ბექას და იცი როგორ ღონისძიებებს აკეთებს და როგორ ორგანიზებულად და როგორი ერთგულია და ხო ყველაფერს ცდილობს რომ მომღერალს მაქსიმალურად დისკომფორტი არ შეექმნას არაფერზე გახმოვანებიდან დაწყებული ამ ყველაფრით აბსოლუტურად ცდილობს რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას იმიტომ არ არის მეგობარი იმიტომ რომ აფასებს ყველა მომღერალს რეალურად და იცის ბევრი წელია თან ამ სფეროში ბექას დიდი გამოცდილება აქვს და რაც ყოველს მთავარია სურვილი იმისა რომ ნამდვილად ადამიანურად და პროფესიონალურად მიუდგეს ამ საკითხს შენი კონცერტების შესახებ გითხარი საფუძვლში რა გეგმებია რამდენად ხშირად და აქტიურად იღებ მონაწილეობას და არჩევ თუ არა შემოთავაზებებს ეგეც მაინტერესებს აი არის თუ არა შემოთავაზებები რომელზეც უარი გითხრა კი ბევრი შემოთავაზება თუნდაც ტელევიზიიდან ყოფილა ბევრი შემოთავაზება რაც უარი გითხრას ვარჩევ იცი თუ რა თქმა უნდა მე იქ კონკრეტულად გადაცემა იქნება ხო ვერ ვხედავ და კონტექსტიდან ვარ ამოვარდნილი და შეიძლება იქ სხვა ჟანრი იყოს და მე აბსოლუტურად სხვა ჟანრის წარმომადგენელი და ხო შეიძლება ეს რაღაც ცუდად არ ჩანდეს მაგრამ ჩემთვის შეიძლება ხო ზედმეტად ყვიროდეს და ამიტომ რაღაცებზე მიწევს ხოლმე უარის თქმა რაც შეეხება კონცერტებს სამომავლოდ იგეგმება ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით კულტურის სამინისტროს შემოქმედების საქართველოს მართავს ყოველწლიურ კონცერტებს და მადლობა მათ რომ ჩვენ გვაქვს მომღერლებს იმის საშუალება რომ ჩვენს მსმენელს შევხვდეთ და ძალიან კარგი ორგანიზებულ ძალიან აქტიური იქნება გასული წლები ძალიან მინდა რომ ასე იყოს იმიტომ რომ მართლა კარგად ორგანიზებული კონცერტები იმართება ხოლმე და მიხარია როდესაც აი ძალიან ბევრი ხალხი მოდის და აი ამ ბევრ ხალხთან ხო ეს ამ ბევრ ხალხს ესმის ჩემი ხმა ესმის ჩემი სიმღერა და მაქვს საშუალება კომუნიკაცია დავამყარო ესე ახლოდან ხო სხვა არის როდესაც ახლოდან უმღერი მსმენელს და შესიმღერას რომ ისმენენ ეს სხვა არის მაგრამ როდესაც უშუალო შემხებლობა გაქვს და იცნობ და ძალიან დიდი სიყვარული მოდის ხოლმე მათგან და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ბედნიერებაა ეს ყველაფერი. ნამდვილად გიხილავთ ესე იგი საზაფხულო კონცერტებზე? კი, აბა რა, ჩვენ ერთმანეთს ვიხილავთ და ხალხიც ხილავთ. ხალხიც გვიხილავს. მარიამ, გინდა თუ არა რა შენი შვილი?
დაუშვათ, თუ კი მას ნიჭი აღმოაჩნდება, ჯერჯერობით ვხედავთ რა შეაქვს ნიჭი და რა ინტერესები და რა მისწრაფებები აქვს, მაგრამ გაქვს თუ არა სურვილი, რომ შენი შვილი იყოს მომღერალი? ანუ აი ამ გზისთვის, როგორ ხედავ? სულ ერთი ეს ბიჭი იქნება თუ გოგო იქნება საქართველოში, როგორც შენ გაქვს ახლაც ამ გზას მიუყვები და გადიხარ და ყველა ხო დაუშვათ რაღაც საკუთარი თავის განვითარებაზე. როგორ ფიქრობ, უსურვებდი შენ შვილს ამ გზის გავლას? მოგინდებოდა? იცით რა, მე იმას უსურვებდი, რაც თვითონ ძალიან გულით თავისთავად. ხო, ესე მის კომპეტენციაში არ ვერე. აი სულ ვეკითხები, რომ დე რა გინდა რომ გამოხვიდე, ყოფილა ეს ყველა დედას ქონია, დე რა გინდა. და ბავშვმა აი მართლა 2 წლიდან გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს მეკარე. და არის ბავშვი მეკარე. არის უკვე 8 წლის ხდება და კიდე მეკარეა და ამიტომ მე არ ვერები ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დისტანცირდე და თვითონ რა თქმა უნდა საფუძველს, განათლებას და ასე შემდგომ ყველაფერში გვერდში ვდგავართ, მაგრამ ის რომ მე მის კონკრეტულ გადაწყვეტილებაში ჩავერიო უხეშად, ეს არის მისი ის თვითონ უნდა გადაწყვეტოს ეს. მე ვფიქრობ, რომ აი მე რომ მაქვს ეს რაღაცა ჩემთან რო ჩარეულიყვნენ ესე უხეშად და ყოფილა მცდელობები, ძალიან დიდი დისკომფორტი შემქმნია და ზოგადად მშობლები ხო ვცდილობთ ხოლმე რომ ის არ გამოვატაროთ ჩვენ შვილებს, რაც ჩვენ რამაც ჩვენ ტრავმა დაგვიტოვა, ხო? ან რაღაცა დისკომფორტი შეგვიქმნა ყმაწვილ კაცობის ქალობის ჯამს, ხო? და ამიტომ ვცდილობთ რომ რაღაცა ავარიდოთ იმ ნეგატივს და ასე შემდეგ და ვინც არ უნდა გამოვიდეს ის რაც არ უნდა გამოვიდეს ეს ყოველთვის ჩემი საყვარელი შვილი იქნება და მე ვიქნები ყოველთვის მისი მთავარი ყველაზე ძლიერი გულშემატკივარი რომელიც ყოველთვის ყველა საქმეში გვერდში დაუდგება და მე ვთვლი რომ აბსოლუტურად ყველა პროფესია არის დასაფასებელი ყველა პროფესია მოითხოვს თავის თავად ნებისყოფას შრომას და ასე შემდეგ მე მაინც ვთვლი რომ თავი კარგი ადამიანი გაიზარდოს და უფლის გზას არ გადაუხვიოს და ყოველთვის წამდეს უფლის ძალიან უყვარს ღმერთი ხშირად ესაუბრება ხოლმე მას სხვადასხვა საყვარელია კი და აი ეს არის ჩემთვის მთავარი და დანარჩენი ფიქრობ რომ როდესაც ღმერთი გწამს და ღმერთი გიყვარს ის ღმერთი ძალიან სწორი გზებით გატარებს შემდეგ და ნამდვილად წარმატებები მინდა გისურვო სწორ გზაზე სიარული მინდა გისურვო ბევრი და დიდი ტრამპლინები მინდა კარიერულად გისურვო მე მინდა რომ ჩვენ ერთად გქონდეს ეს ყველაფერი ძალიან დიდ პატივს გცემ მე მინდა ძალიან დიდი პატივის ცემა გამოვხატო შენს მიმართ შენი შემოქმედების მიმართ შენი გავლილი გზის მიმართ ძალიან ძლიერი გოგო ხარ ძალიან დიდი გზა განვლე და ბევრი რაღაც ჩემთვის მაგალითიც იქნება იმიტომ რომ შენ ჩემზე დიდი გზა გაქვს გავლილი და ძალიან სერიოზული გზა ამიტომ ჩემი პატივისცემა შენ და მე მინდა რომ კიდე ძალიან ბევრი კარგი და ლამაზი ახალი სიმღერა მოვისმინე შენი შესრულებით და დარწმუნებული ვარ ესეც იქნება ძალიან დიდი მადლობა მეც მინდა რომ ბევრი ახალი სიმღერა ჩვენთან მოიტანო და გქონდეს დაუსრულებლად წინსვლა მუსიკალურ სამყაროში უღრმესი მადლობა რომ ჩემი დღევანდელი სტუმარი იყავი მე დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო ჩვენ აუცილებლად ისევ შევხვდებით ერთმანეთს FM 105.9-ზე